ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი სახარება, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ ლუკას თავიდან, ძალიან ერთი მხრივ სამწუხარო ამბავს გვეუბნება, გვიყვება, ხოლო მეორე მხრივ ძალიან მეორე მხრივ სასიხარულოს, იმიტომ რომ ამ წუხარებას დიდი ნუგეში მოუვლინა უფალმა და სამწუხარო იმიტომ არის, რომ მაცხოვარი თუ კი სხვა შემთხვევებში ან დისტანციურად კურნავს ადამიანებს, ან მკვდრებს აღადგენს, არ არის ნათქვამი, რომ შეეწყალა იგი. ლაზარესთან დაკავშირებით წერია, რომ ტიროდა იგი. მაგრამ შეეწყალა იგი, ანუ შეებრალა იგი. ეს არის მე როგორც მახსოვს ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ აი ამ ეპიზოდში მოხსენებული. ნაინერი ქვრივი დედა, რომელიც კრძალავს თავის ერთადერთ შვილს, ჭაბუკს, ქვრივიც არის და შვილიც გარდაეცვალა. ნაინელი ქალაქი იყო, დღეს პატარა სოფელია შემორჩენილი მხოლოდ. აი მაცხოვარი ჩავიდა ნაინში და ხედავს, რომ პროცესია გასვენების და როგორც მოგახსენეთ, შეებრალა იგი, დედა შეებრალა, შეეხო ამ ყრმას, ამ ჭაბუკს და აღადგინა მკვდრეთით. რა თქმა უნდა, ეს იყო არა მხოლოდ ნუგეში, არამედ უდიდესი სიხარული, რომელიც ჩვენ არ ვიცით, სახარებაში არ არის ეს ნათქვამი. რამდენად დიდი სიხარული იყო დედისა ამ ჭაბუკის, მაგრამ უეჭველად რომ უდიდესი იქნებოდა, ამას ორი აზრი არ აქვს. რასთან პარალელი, რატოა მნიშვნელოვანი სიტყვები შეებრალა იგი? ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით, მაგრამ აი ყველაზე ესეთი პარალელები შეიძლება გავავლოთ მნიშვნელოვანი ძველ აღთქმასთან. როდესაც ქვრივს გარდაეცვლება შვილი, ეს ახალი ამბავი არ არის. ანუ ორმაგი ტკივილი, არც ქმარი ყავს პატრონი, აღარ შვილი. ასეთი ამბავი მოთხრობილია ძველი აღთქმის მეოთხე მეფეთა წიგნში. როდესაც მაცხოვარი, უკაცრავად, მაცხოვარი კი არა, ელია წინასწარმეტყველი ჩადის სარეფთაში, ესეთი ადგილი იყო და როდესაც ჩავა სარეფთაში, იქ დახვდება ქალი ქვრივი, რომელიც შეშასაგროვებს. ელია ეუბნება, რომ მაჭამეთ წყალი დამალევინე მე. ეს დედაკაცი შეშის ამ შეგროვების შემდეგ მიდის სახლში, რომ წყალი გამოუტანოს, მაგრამ ელია შესძახებს, რომ არა მხოლოდ წყალი, არამედ საჭმელიც წამომიღე, მშიერი ვარ. და ეს დედაკაცი ეუბნება, მე ძალიან ცოტა ფქვილი მაქვს დარჩენილი, ამას მოვზელ, მე და ჩემი შვილი ერთადერთი შევჭამთ და დავიხოცებით. ნიშნავს იმას, რომ მეტი საჭმელი არ ქონდათ. ელია ეუბნება, რომ ის რაც შენ გაქვს გამომიცხე მე და არ მოაკლდება შენ სახლს საკვები. და ნამდვილად გამოუცხო ამ ქალმა ეს საჭმელი, პური, ელიას და იმდენად დაულევდელი იყო მის სახლში ეს საკვები, რომ საოცრებას მიეცა ეს ქალი. მაგრამ ეს საოცრება ერთია და რამოდენიმე ხანში შვილი გარდაეცვლება მას. და ეუბნება ეს დედაკაცი, კი ბატონო, შენ საჭმელი მომეცი, მაგრამ იმიტომ მოხვედი, რომ ჩემი ცოდვები გამახსენო მე? ჩემ შვილზე რო გადავიდა ეს უბედურება, ჩვენ არ ვიცით, რამდენად ცოდვილი იყო ეს დედაკაცი. ალბათ რაღაც ცოდვები ჰქონდა და ამის გამო შეიძლება ესე გამწარდა შვილის სიკვდილით. და ჩემი ცოდვების გასახსენებელად მოხვედი ჩემთან. და ელიამ რო გაიგო ამ ბავშვის გარდაცვალება, ღმერთ შეღაღადა და
გააცოცხლა ეს ვაჟი. ეს არის პარალელი ერთგვარად ძველ აღთქმასთან ნაინელი ქვრივის შვილთან. მეორე, ასევე განუყოფელი ამ ისტორიებისაგან. ელისე წინასწარმეტყველი, სონამიტელი დედაკაცი, ესეთი ადგილი. ჩავიდა ამ ადგილას ელისე და ერთმა მდიდარმა დედაკაცმა, რომელსაც ძალიან მოხუცი ყავდა ქმარი, უშვილო, შეიფარა თავის საცხოვრებელში. გამოუყო რაღაც ოთახი, იქ ცხოვრობდა ელისე, როდესაც ჩადიოდა ამ ადგილას. და თავის მსახურს ეკითხება ერთხელ ელისე, რა უჭირს ამ ქალს, მადლობა როგორ გადავუხადო მე? და მსახურმა უთხრა, მოხუცი ქმარი ყავს და უშვილოდ ბერდება. მაშინ ეუბნება ელისე, ერთ წელიწადში მე რომ მოვალ, შენ ხელში გეყოლება უკვე შვილი, ყრმა და ნამდვილად მოხდა ასე. ერთ წელიწადში შვილი გაუჩნდა მას. მაგრამ ბიბლია მალევე ეს თქვათ აგვარებს ამ ისტორიას. გაიზარდა ბავშვი, წავიდა მამასთან ერთად ყანაში. თავი ასტკივდა, მამამ გაგზავნა სახლში და რომ მივიდა დედასთან ეს ბავშვი, დედის მუხლებში გარდაიცვალა. გაგიჟებული ეს ქალი. როგორი ამბავია, ჯერ ამდენი წლის განმავლობაში არ უჩნდება შვილი, გაუჩნდა და ისიც არ უთხოვია ამ ქალს ელისესათვის, რომ შვილი მომეცი. ისი აჩუქა ელისემ, შეიძლება ვთქვათ. ღმერთმა, რა თქმა უნდა, ელისეს მეშვეობით. და ელისემ ამის შესახებ არ იცის. სხვაგან იმყოფება მთაში სადღაც. და ეს დედაკაცი მირბის ელისესთან. რომ მიუახლოვდა ამ მთას, ეუბნება, შორიდან ეუბნება, რომ წინასწარმეტყველო ღვთისაო, მე რამე მithოვია შენთვის? რატო გამამწარი ასე? და ელისე გაკვირვებულია. ეკითხება, კარგად არის შენი შვილი? შენი ქმარი როგორ არის? და რომ უამბობს, რაც მოხდა ეს დედაკაცი, ელისე გაკვირვებული ესეთ კითხვას ვამს, რატო დამიფარა ღმერთმა ეს ყოველივე, რატო არ ვიცოდი მე? და გარბის, რა თქმა უნდა, იმ ოთახში, სადაც დასვენებულია ეს ბავშვი, ეს ყრმა, დააწვება ზემოდან ჯვრის სახით და აღადგენს ამ ყრმას, დაუბრუნებს დედას. ეს რისი თქვა გვინდოდა ჩვენ ამით, რომ ყრმების და ვაჟების აღდგინება ეს მარტო მაცხოვართან არ არის კავშირში. ეს ძველ აღთქმაშიც იყო. მაგრამ რა არ არის ისეთი, რაც ახალ აღთქმაშია? ჩვეულებრივი ამბავი რო არ არის მაცხოვართან დაკავშირებით, აი ამის გამოკვეთა გვინდა დღევანდელ დღეს. რა არ არის ისეთი? პირველი, ის რომ წინასწარმეტყველები ყოველთვის ღმერთს შეღაღადებდნენ, ვიდრე აღადგენდნენ ამ ადამიანებს მკვდრეთით. ღმერთის მეშვეობით მოქმედებდნენ ისინი. მაცხოვარს არ ჭირდება ეს. ის ეხება თავის, იმიტომ ღმერთია, ვისადმი უნდა ქონდეს შეღაღადება. ეხება და აღადგენს. ეს მისი საფრთხო ძალაუფლების მაჩვენებელია, ეს ერთი და მეორე. როგორც მოგახსენეთ თავიდანვე, შეებრალა დედაკაცი. თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. ადამიანს მიასვენებენ ერთადერთ შვილს ამ ქალისა, ბუნებრივია რომ შეგეცოდება. ერთია შენი შეცოდება უბრალო ადამიანისადმი და მეორეა ღმერთს როდესაც ეცოდები შენ. ეს სხვა კატეგორიის მსჯელობაა. ღმერთს როდის ეცოდება კაცობრიობა? რატო არის ხაზგასმული რომ შეებრალა იგი? იმიტომ რომ
არა მხოლოდ ეს დედაკაცი, არამედ წუთი სოფელი ეწოდება მაცხოვარს. ყველა დედა ეწოდება, ყველა ადამიანი ეწოდება რა კუთხით? სხვაგვარად რო ვთქვათ, რა დამართეთ თქვენ საკუთარ თავებს? ეს კითხვა იბადება მაცხოვრის მხრიდან. რატო? რა იგულისხმება, რა დამართეთ საკუთარ თავებს, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე როცა შევქმენი ადამიანი, მე შევქმენი იგი უხრწნელებაში, ტკივილ განუცდელი შევქმენი მე. წინა კვირას ჰქონდა ამაზე ჩვენ საუბარი. და საბოლოოდ შევქმენი უკვდავებაში. სიკვდილით ჩემი მოგონილი არ არის ამბობს. მაგრამ თქვენ ადამიანებმა საკუთარ თავს მიაწერეთ ეს ყველაფერი. სრულ უნდა ვიყოთ მოკვდავობაში, ხრწნილებაში გვირჩევნია ყოფნა. და რატომ უაწერეს ხელი ადამიანებმა? იმიტომ რომ თქვენს რომ ჩვენ ვართ ღმერთები. ჩვენ გვინდა ჩვენებური ცხოვრება. ნარკომანმა რო თქვას, მე მინდა ჩემებური თავისუფლება მქონდეს. გარყვნილმა კაცმა რო თქვას, მე მინდა რომ ესეთი ვიყავი. ლოთმა რო თქვას, რომ მე ჩემი მე ხელს ვაწერ ამას. და მერე შთამომავლობა რო ჩნდება შენი, ეს ხო განწირულია ავადმყოფობისათვის. შენი გენეტიკიდან, დარღვეული გენეტიკიდან როგორ გაჩნდება ნორმალური შვილი და შთამომავლობა. ადამმა თქვა, რომ მე ვარ ღმერთი. მე თავისუფლება მინდა, შენ არ მჭირდები საერთოდ. ღმერთს უთხრა. მე მინდა ჩემი ღმერთობა, ჩემი თავისუფლება. ღმერთმა მისცა, იყავი შენ ღმერთი. მაგრამ ღმერთობა რაში მდგომარეობდა ადამისა? გამოვლინდა დაცემის შემდეგ. სინამდვილეში ტკივილ განუცდელი, ტკივილ გამცდელი ხდება, უხრწნელი ხწნადი და უკვდავი მოკვდავი. და მაცხოვარს რო თქვით, რომ შეებრალა იგი, ეუბნება კაცობრიობას ამით. რა გაუკუღმართება შემოიტანე თქვენ? როგორი უსამართლო ცხოვრება აირჩიეთ თქვენ? რატო უსამართლო? იმიტომ რომ ყველაზე დიდი უსამართლობა წუთის სოფელში ჩვენგან დანერგილი, ღმერთის მოგონილი კი არა, ჩვენგან დანერგილი. ეს არის ის, როდესაც დედას შვილი უკვდება. ის ცოცხალია და შვილი კვდება, უყურებს თავისი ნაშიერის სიკვდილს. ამაზე დიდი უსამართლობა წუთის სოფელში არ არსებობს. მით უმეტეს ბავშვების სიკვდილზე როცაა საუბარი. დასრული შეიძლება გარდაეცვალოს და დედა მოხუცი იყოს და კაცი ეს სხვა არის, მაგრამ როდესაც შვილი პატარაა, ბავშვია, ჭაბუკია და კვდება, ახალგაზრდა დედა რო უყურებს ამას. ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს ქვეყანაზე. აი ამას ამბობს მაცხოვარი და სახარება დღევანდელი. შეებრალა ეს დედაკაცი. კაცობრიობას ეუბნება, რა დღეში ხართ თქვენ? რა უბედურ დღეში ცხოვრობთ? ეს რა გირჩევიათ, რომ თავად ღმერთსაც კი ეწოდებით. ამაზე დიდი უბედურება არ არის. იაიროსის ქალიშვილი აღადგინა, ლაზარე ზრდასრულია კი ბატონო, მაგრამ აღადგინა და ერთადერთი შვილი დედისა მაცხოვარმა აღადგინა. და როგორი განცდით ამბობს, რომ მეწოდებით თქვენ. სხვა შეიძლება ამბობდეს, რომ ღმერთმა შემოიტანა შვილების სიკვდილი, არაფერი ღმერთს არ შემოუტანია.
ეს არის ჩვენი ღმერთობის პრეტენზიით შემოტანილი ყველაფერი. სიკვდილი რო შემოიტანა კაცმა, სიკვდილი ტოტალურია. ასაკი არის ის. და ღმერთის თვალში წარმოიდგინეთ, არსება ღმერთი, რომელიც ბუნებითად არის უკვდავი, ნეტარი, ყოვლად სიყვარული, იმაზე დიდი სიყვარული რო არ არსებობს. აბსოლუტი და სხვა კატეგორიები, კაცთმოყვარე და დამბადებელი კაცობრიობისა, რომ სიკვდილი არ იყოს კაცობრიობაში. ბედნიერებისთვის შექმნა ეს კაცი. მაგრამ კაცმა ირჩია გაუკუღმართება. ტოტალური სიკვდილი. ჩვილებისაც, ზრდასრულებისაც და მოხუცებისაც. და რა მდგომარეობაში იმყოფებით თქვენო. აი დღევანდელ დღეს, დღევანდელ სახარებაში სწორედ ამას გვეუბნება მაცხოვარი. ხრწნილებაში შემოსულო კაცო, ტკივილ გამცდელო, რომელიც მე ჩავიფიქრე ნეტარეული ცხოვრებისათვის და უკვდავებისათვის, რა დამართეთ თქვენ თავებს ადამიანებმა, რომ ღმერთიც კი შეწუხდა და შეებრალა კაცობრიობა. რამდენად ამაზრზენი მდგომარეობა უნდა იყოს კაცობრიობაში. ტოტალური სიკვდილი. ჩვენ გგონია ეს, რომ მა როგორ თუ ვიბადებით უნდა მოკვდეთ. ეს იმенно ბუნებრივია უკვე ჩვენთვის, რომ ამაზე არც ფიქრობ ჩვენ. მაგრამ რო დაფიქრდე, სიკვდილი რამდენად დიდი მტერია კაცობრიობისა, ეგზისტენციალურად რო დაფიქრდე, მართლა რო დაფიქრდე, რომ შენი კვალი რაღაც მომენტში აღარ იქნება აქ. შენ გონია რომ აქ აშენებ რაღაცას მრავლდები, რაღაცებს აკეთებ. შენი კვალი 100 წელიწადში საერთოდ აღარ იქნება. ფერფლი შეიძლება გაიყოს და მორჩა. და რამხელა დიდი ტკივილია აზროვნებითი, რომ შენ საერთოდ აღარ იქნები აქ. სხვები კი, შვილები, ასე შემდეგ. შენ აღარ იქნები. და არც ერთი აღარ ვიქნებით. რამხელა დიდი ტრაგიზმია, რომ ღმერთსაც კი ვეცოდებით. არა მხოლოდ ჩვენ ვეცოდება ერთი მეორე. არამედ ღმერთსაც კი ვეცოდებით. ისე დღეში ჩავყარეთ საკუთარი თავები. ტოტალური სიკვდილი შემოვიტანეთ. მაცხოვარმა მოიტანა აღდგომა, რა თქმა უნდა. და ეს არის ნუგეში ჩვენი. ერთადერთი ნუგეში დედამიწაზე ეს არის აღდგომა მაცხოვრისა, მასთან ერთად თან ავდგებით. ეს მეორე საკითხია. გადაჯაჭვური ამასთან, რა თქმა უნდა. გამოსავალია ამ ტრაგიკული ცხოვრებისაგან. აი ბუდისტებმა ვერ იპოვეს მაგალითად. გამოსავალი ვერ იპოვეს. ამ ხელა რელიგია ფილოსოფიური. თუ ვერ მიაგნეს, იმიტომ ქრისტეს აღდგომა ხო არ იციან. და თქვენს ყველაფერი ტანჯვაა. მათ შორის სიხარულიც და სიყვარულიც პათოსია. რატო? რასაც განიცდი, უკვე ტანჯვაა. გამოსავალი ტანჯვა აღარ უნდა გქონდეს. რატო? იმიტომ რომ დაიტანჯები და რა არის ტანჯვის საბაბი? სურვილები. სურვილები არ უნდა გქონდეს, ტანჯვა აღარ გექნება. ბუდისტს რო კითხო, გამოსავალი ამ წუთისოფელში რა არის? გეტყვის სურვილებისაგან მოცილება. აი, გინდა უტანჯველი ცხოვრება, მოცილდი სურვილებს. აი გამოსავალი. არანაირი მომავალი ცხოვრება, არანაირი ღმერთი, არანაირი სასუფეველი, არანაირი ნეტარი ყოფა. ქრისტიანობაში პერსპექტივაა გახსნილი. პოზიტივია ქრისტიანობაში. ღმერთს ვეცოდებით კი, გაუბედურებულ დღეში რო ვართ. მაგრამ მოხსა გამოსავალი კვლავ დაბრუნებისა. იქ რაც ჩვენ დავკარგეთ. დააგლოცოთ ღმერთმა და
ვისურვებდი, რომ არც ერთ დედას არ ენახოს თავისი შვილი გარდაცვლილი, ვიდრე თვითონ ცოცხალია. რო გარდაიცვლება, მაშინ კი ყველა გარდავიცვლებით, მაგრამ როდესაც მშობელი კრძალავს თავის შვილს, ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს. და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს უსამართლობა არის ჩვენი შემოტანილი კაცობრიობისა წუთი სოფელში, ჩვენი ღმერთობის გამო და არა ღმერთის შემოტანილი, როგორც ხშირად გონიათ ადამიანებს. დააგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეწეროთ.